დიალოგშიდობისა დღეს 12 მაისია, დილის 8 საათი და 30 წუთი. ყველას გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და ასევე დღევანდელ დღეს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობის დღე. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბრალას დაესწარით, ჩვენ კი შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. სოფიო კუჭავა და გედი ნემსიწველიძე ვიქნებით თქვენთან ერთად მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. მეც გილოცავთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა. სანამ გეტყოდეთ თუ რა თემებზე შევეჩერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 12 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდებულსა და ყოვლადქებულ მოციქულს ანდრია პირველწოდებულს. დუდიკვაცსა და პაპაჩი ქრისტიანობისთვის მუსლიმთაგან წამებულ ლაზებს, 9 კვიზიკელ მოწამეს, ღირს მემნო საკვირველთმოქმედს, წმინდა მოწამეებს, დიოდორე და როდოპიანე დიაკონებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. 12 მაისი წმინდა ყოვლადქებულისა და მოციქულის საქართველოში ქრისტეს პირველ მქადაგებლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. დღეს ასევე აღინიშნება დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობისა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს კიდევ ერთხელ წმინდა ანდრია პირველწოდებულის შესახებ გვესაუბრება ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მკვლელმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ასევე ჩვენ გადაცემის სტუმრები იქნებიან თბილისის სასულიერო სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით და სტუმრები შეგვისრულებენ საგალობლებს. გადაცემის დასკვით ნაწილში კი შემოგვერთდება დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობა, მისი მნიშვნელობა ჩვენი ერისთვის. ასეთი გადაცემა გეულდებათ წინ, დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამ დის პროგნოზს და ერთად შევიტყოთ თუ როგორი ამდია მოსაუბნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. დილომშვიდობისა მამა გიორგი. მოგესალმებით ხმათა. დიდი მადლობა მოგზაინებისთვის ვილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ვილოცავთ განსაკუთრებული დღე არის დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ანდრია პირველწოდებულისა და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობის დღე აღინიშნება. ამას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ვილოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა ქრისტიანს საქართველოში მაცხოვრებელს, ჩვენს უწმინდეს პატრიარქს მერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიცოცხლოს დედა ეკლესიას, ასევე დიდი სიყვარულით, სადაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული სასულიერო აკადემიის კედლებში იქაურ სტუდენტებს, პედაგოგებს, სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რექტორას და ყველა იქ მოღვაწე ადამიანს და დღევანდელი დღის მადლით ანდრია პირველწოდებულის შემწეობით დაგვილოცოს ჩვენი ქვეყანა. გაიხარით, ძალიან დიდი მადლობა. ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის შესახებ დღეს ჩვენს გადაცემაში. გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ვინ იყო წმინდა ანდრია პირველწოდებული და პირველ რიგში ალბათ საინტერესო იქნება, როგორი იყო მისი ცხოვრება საქართველოში შემოგბრძანებამდე. ამ კითხვით უნდა დავიწყოთ. დავიწყოთ კი ბატონო. წმინდა ანდრია პირველწოდებული, აი მისი სახელიც პირველწოდებული რატომ ჰქვია? აი სახარებებში, 4-ვე სახარებაში, როგორც სულიერ იოანეს სახარებაში, ასევე სინოპტიკურ სახარებებში მრავალი ცნობა არის. ამ სახარებათა ამ ცნობებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ანდრია პირველწოდებული იყო წარმოშობით ბეცაიდიდან, ქალაქია ბეცაიდა, იგი ცხოვრობდა კაპერნაუმში თავის ძმა პეტრესთან ერთად. და სწორედ აქ მოხდება მაცხოვართან დამოწაფება. უნდა აღინიშნოს, რომ ანდრია გახლდათ მის მამას იონა ერქვა და იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. თელიერი მოლოდინშია, უნდა მოვიდეს უფალი და მოლოდინში გახლდათ და იოანეს სახარებიდან ვიგებთ, რომ იოანე ნათლისმცემელმა სანგზის დაამოწმა მაცხოვრის შესახებ და მესამე დამოწმება ხდება მოწაფეებისთვის. ანდრია პირველწოდებული და იოანე მახარებელი არიან მაშინ და მაცხოვარზე ამბობს აჰატარი გიღმრთისაი, რომელმან აღიხუნა ცოდვანის სოფლისანი. ესენი უთქმელად დაულაპარაკოთ გაყვნენ მაცხოვარს და მოუტრიალდება მაცხოვარი და ეუბნება, რომ რას აეძიებთ, რას ეძებთ და სადა იყოფი უფალო. და მთელი დღე მაცხოვართან გაატარებენ და საინტერესოა, რომ შემდეგ ანდრიამ თავის ძმა პეტრე, სიმონ პეტრე მიიყვანა მაცხოვართან, ხოლო იოანემ თავის ძმა იაკობი. ამას განსაკუთრებულად ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ სიმონ პეტრესა და ანდრიას ურთიერთობიდან გამომდინარე ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას მინდა რომ თუ გვექნება დრო რომ ვისაუბროთ. ხო, ამის შემდეგ ხდება ისე, რომ აი მაცხოვარი კაპერნაუმში არის, ეს გალილეის მხარე არის, პროვინცია გალილეა, ეს პირველი შეხვედრა იუდეაში მოხდა, ხოლო ამის შემდეგ კაპერნაუმში, როდესაც მაცხოვარი კაპერნაუმი ქალაქია, სადაც თევზის რეწვას მისდევდნენ, ეს უშუალოდ ეს ქალაქი გაშენებული იყო, ტიბერიადის გნებავთ, გენესარეთი გნებავთ, გალილეის ზღვა ტბა ასე ეწოდებოდა. აი ამ ნაპირას არის გაშენებული და უამრავი ხალხი იკრიბებოდა. მაცხოვარი დილით მიდის და შევიდა სიმონ პეტრესა და ანდრიას ნავში. ცირეოდან შეაცვლეს ნავი და იქიდან ქადაგებს უამრავი მსმენელი ყავს. ამის შემდეგ ეუბნება მაცხოვარი პეტრეს, რომ შერედგინება შეაცვლეს ზღვაში და სტევით ბადე გადააგდეთ. და პეტრე, რომელსაც უკვე ბადე გარეცხილი აქვს, თელეღამე ვითევზავეთ უფალო და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისაებრი იყოს. ანუ არა დიდი ხალისით თანხდება. გადააგდებს ბადეს და იმხელა რაოდენობა თევზი დაიჭირა, რომ სკდებოდაო ბადე და უხმეს წამოყოფდნენ, უხმობდნენ მეორე ნავს, რომელიც იოანე ნათლისმცემლის ღვთისმეტყველისა და მისი ძმა იაკობისა იყო ზებედეს ძეების და ორივე ნავი დაინთქმოდა ზღვაში იმდენი რაოდენობა დაიჭირეს თევზის. გამოცურეს ნაპირზე, მაშინ ხდება, რომ სიმონ პეტრე დაუჩუქებს და ეტყვის მაცხოვარს, რომ კაცი ცოდვილი ვარ უფალო და მაცხოვარი ეუბნება, რომ თქვენ კაცთა მესათხევლეებად გაქცევთ. ეს წინასწარმეტყველური უწყება, რომ ეს მოციქულები, პირველი 4 მოციქული გახდებოდნენ, აი მოციქულები გახდებოდნენ პირველი მოწაფეები. და დატოვეს მათ ყოველივე და უფალს შეუდგნენ. აი ეს იყო პირველი მოწოდება, ხოლო უკვე თევზაობის შემდეგ შედგომა უფალს და უფლის მოწაფეები გახდნენ. ანდრია პირველწოდებული ერთგული მაცხოვრის ასევე როგორც სხვა დანარჩენი მოწაფეები და საინტერესო ისაა, რომ აი პირველწოდებულთან დაკავშირებით მინდა ვთქვათ, რომ როდესაც იოანე და ანდრია მაცხოვარს გახვებიან, აი სწორედ ამიტომ არის პირველწოდებული და ამაზე ხაზგასმა, რომ აი გიორგი მთაწმინდელი წმინდა გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქს რომ ესაუბრება ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით, ანტიოქიის პატრიარქი გამოხატავს ესეთ პოზიციას, რომ ანტიოქიის
საპატრიარქოს უნდა ექვემდებარებოდეს საქართველოს ეკლესიაც. და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სიტყვა ესეთია, რომ ჩვენ ავართ ანდრია პირველწოდებულის დაფუძნებული ეკლესია და ანდრია მოუწოდა თავის ძმა პეტრეს და მოიყვანა. ხოლო პეტრეს მიერაა დაფუძნებული ანტიოქიის ეკლესია და არ შეიძლება რომ წოდებული წოდებელს დაექვემდებაროს. ხო და ეს პოზიცია გამოხატა და მაშინ ანტიოქიის პატრიარქმა შეწყვიტა ამასთან კამათი და წმინდა გიორგი მთაწმინდელის ეს პოზიცია და მისი განსწავლულობა აღიარა. უნდა აღინიშნოს, რომ აი ანდრია პირველწოდებული არის უწყებული ესეთი, რომ მის შესახებ მრავალი ცნობა არის, მრავალი გარდამოცემა არის, როგორც ბერძნულ, ქართულ, ლათინური, კოპტური, სომხური წყაროები გვეუბნებია, რომ ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობის მისი მარშრუტის შესახებ და უწყებულია, რომ მან 4 მისიონერული მოგზაურობა აღასრულა. სამგზის იყო საქართველოში შემოსული. ანდრიასთან ერთად საქართველოში მესამე მოგზაურობის დროს სვიმონ კანანელი და მატათა მოციქულებიც შემოხვდნენ. თუმცა კი არის უწყებული, რომ ბართლომე მოციქულიც იყო საქართველოში. საქართველო მაშინ პონტო სამხრეთ საქართველოში მდებარე ტერიტორია, რომელიც დღეს ამ ეტაპზე თურქეთს აქვს მიკუთვნებული, აქ ეს ეთნიკურად ჭრელი რეგიონი იყო, მაგრამ უმრავლესი მოსახლეობა, აქ ბერძნები ცხოვრობდნენ, ნაწილი სომეხი ეროვნების ხალხი და დიდი რაოდენობა ქართველები იყვნენ და აი ეს რეგიონი საქართველოს ითვლებოდა და აქ ამ ადგილებში უმოღვაწეა სწორედ ანდრია პირველწოდებულს და სხვა დანარჩენ მოციქულებს, რომელიც ჩამოთვალეთ და ანდრია საქართველოში სამგზის შემოდის. საქმე ის გახლავთ, რომ აი ქართლის ცხოვრების ვერსია ძალიან საინტერესოა, რომ გვაუწყებს ასევე წმინდა ევთიმე მთაწმინდელის ქართული თარგმანი ანდრიას მიმოსვლისა, რომ ანდრია როდესაც მიწყება მოღვაწეობა, ყოველ წმინდა ღვთისმშობელს წირად ერგო საქართველოში ქადაგება და სწორედ აი დღევანდელი დღე 12 მაისი მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის ხსენებას. მარტო საქართველოს ეკლესია და მას შედესია რომ ყოველ წმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი აუწყებს, რომ მე არ უარყოფ ჩემ საზეპურო ერს და შენს ნაცვლად საქართველოში ანდრია წავა. ანდრია გაიხარებს როგორც საეკლესიო ტრადიცია გვაუწყებს მან სიხარულითო დაუჩოქა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მოდის საქართველოში. მოდის ოღონდ ისე რომ ღვთისმშობელმა სახეზე მიიდო ფიცარი და სასწაულებრივად გადავიდა მისი გამოსახულება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მობრძანდება ანდრია პირველწოდებული საქართველოში. ამ ხატს მოგვიანებით აწყურის ღვთისმშობლის ხატი ეწოდება და ამასაც ალბათ მოვასწრებთ ვისაუბრებთ. შემოდის საქართველოში და ანდრია უნდა იერუსალიმიდან იუდეის სამარიაში მიდის, ამის შემდეგ სკვითთა, იბერთა, სავრომათა და სხვათა განმანათლებლად არის იგი სახელდებული და იგი ამასთანავე უნდა გითხრათ, რომ ბოსფორის სრუტეში აი თანამედროვე კონსტანტინოპოლი ქალაქი რომ არის, აქ ქალაქი არ იყო და სწორედ ანდრიას ამ ადგილებში მოუწია ქადაგება და შემდეგ აი აქ კონსტანტინე დიდმა იმპერატორმა გააშენა ქალაქი კონსტანტინოპოლისი. შემოდის ანდრია საქართველოში, მოიარა საქართველოს ტერიტორიები, დიდაჭარადან იწყებს იგი ქადაგებას და არის უწყება, რომ აქაური ხალხი წარმართები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი ბუნებრივი არ იქნებოდა მასაწონი ქრისტიანთათვის. ანდრია ქადაგებს, შემდეგ მიდის, რომ პასექის დღესასწაული იერუსალიმში აღნიშნოს, ეს პირველი შემოსვლა იყო, მერე მოდის თავის ძმასთან ერთად მოემართება, პეტრე მოციქული ანტიოქიაში რჩება, ხოლო ანდრია კვლავ საქართველოს ტერიტორიებზე მოუწევს მას მოღვაწეობა და საინტერესოა მისი მოგზაურობის მარშრუტი, არის სხვადასხვა ვერსია და ძალიან საინტერესო ისაა, რომ ანდრია ტაოში, კლაჯეში მოღვაწეობს, არის მთა რკინის ჯვარი, რომელიც წმინდა ანდრიას სახლის უკავშირდება, რომ თითქოს მან იქ აღმართა ჯვარი და ნამდვილად ეს არის საეკლესიო ტრადიცია, რომ გვაუწყებს, აქ უკვე ეჭვის შეტანა უკვე ნაკლებად შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა მოციქული სოსანგეთში შედის რა, აქ იყო ქალი მართველი, სამძივარი ერქვა მას და ამ ქალს შვილი ყავს გარდაცვალებული და ამდენჯერსაც დაბანაკდა და მისი მხლებლები ღამე საოცარი ნათელი ადგას ამ ადგილს და იკითხა ამ ქალმა რა ხდება, გააგზავნის თავის მსახურებს და გაიგებენ, რომ თურმე ეს ყოფილა მოციქული, რომელიც მარად ცოცხალი ღმერთის, სიცოცხლის მიმნიჭებელი ღმერთის შესახებ ქადაგებს, მოიყვანა თავისთან
ესაუბრა და მას ვაჟი გარდაცვალებული ყავს, დასვენებული იქ და ირწმუნა ამ ქალმა და ანდრიას ლოცვის შემდეგ მისი ვაჟი გაცოცხლდა, წამოაყენაო დედას გაძასა და გახარებულმა ქალმა თავის სახლი კაცებს, რომელიც აი იმ ადგილებში ცხოვრობდნენ და იქაურ მოსახლეობას მოუწოდა და მოინათლა ეს ხალხი. აღსანიშნავია ეს ფაქტიც, რომ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხელთუქმნელმა ხატმა მრავალი სასაული აღასრულაო, ერთ-ერთი სასაული გალთათ, რომ აი წყალი არ იყო დააბრძანეს ხატი მიწაზე და აქედან თავანკარაწყარო აღმოჩუხჩუხდაო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ ადგილებში იყო წარმართული ღვთაებები და არ დაიჯერეს, რომ ესეც სასვალმოქმედი ხატი იყო და აპოლონის ქანდაკება იყო, აპოლონის ქურუმები იყვნენ და შეაბრძანეს აი ეს ხატი ამ სადაც აღესრულებოდა მსახურება, კარი დაკეტეს და მეორე დღეს ნახეს, რომ ეს კერპები მტრად და ნაცრად იყო ქცეული და შემდეგ ბევრმა ირწმუნა, ასევე სთხოვენ აი ამ ანდრია პირველწოდებულს წმინდა მოციქულს, რომ ეს ხატი დატოვონ აწყურში, სოსანკეთში და ანდრია ამ ხატის ასლი დატოვეს, ასლი ესე გადავიდა მეორე პიცარზე და საბოლოოდ ეს ხატი აწყურის ღვთისმშობლის ხატად არის ცნობილი და უნდა გითხრათ, რომ აი ამ ხატიდან კიდე ერთი სასაული, რომელიც ქართლის ცხოვრებაშია, ქართლის ცხოვრების, ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო თხზულება არის ასლოვანი მატიანე ჟამთა აღმწერლის და საოცარი ამბავია უწყებული, რომ დემეტრე თავდადებულის დროს მიწა იზრაოდა მთელი სამცხე მტრად და მათ რა ქვია დაიშალა, დაინგრა, შენობა აღარ დარჩაო, ხეები დაიგალნენ, გადაწყდნენ, მიწა გასკდა და შავი წყალი აღმოხეთქაო და აწყურის ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან, სადაც აი ეს ხატი იყო დაბრძანებული და აქ პირველი ტაძარი სწორედ ანდრია მოციქულს ეკუთვნის, ხოლო მოგვიანებით ჰერაკლე კეისარმა დაიწყო, როცა საქართველოს შემოესია აი ამ ტაძრის, დიდი ტაძრის აშენება და აწყურის საეპისკოპოსო მასში ჩამოყალიბდაო, როგორც წყაროები გვაუწყებენ, ყველაფერი დაიგალა, სულ ყველაფერი დაინგრა და ტაძრის გუმბათი ჩამოსულდაო დაბლა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ვითარცა ქუდი დაერქვა ზემოდან, ესე რომ ხატს რაიმე ნაკაწრიც კი არ აქონიაო. ამ ხატიდან კიდე სხვა მრავალი სასაულიც არის, როდესაც უზუნ ჰასანი შემოესია საქართველოს და 1466 წელია აქედან წაიღო ეს ხატი და მთელი 7 წლის განმავლობაში ოსპარსეთში მოსავალი აღარ მოდიოდაო, ნაყოფიერება და დაიკარგა მათი შვილიერება აღარ ჰქონდათო და მოკლედ აი ამ ხატის მრავალი სასაული არის უწყებული წმინდა იმისა ქართლის ცხოვრებაში. რაც შეეხება ანდრია პირველწოდებულს, არის ესეთი უწყება, რომ აი ცნობილი მოღვაწე მერვე საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე იყო ეპიფანე კონსტანტინოპოლელი. ეპიფანე კონსტანტინოპოლელი თავის მხრივ ეყრდნობა მეოთხე საუკუნის მოღვაწეს ეპიფანე კვიპრელის, კლიმენტი რომაელის და ევაგრე სიცილიერის თხზულებებს და მან განიზრახა ანდრიას ცხოვრებები ჰქონდათ აღწერილი და მან განიზრახა რომ მოევლო და დაეთვალიერებინა ეს ადგილები და ნაწილი ამ ადგილებისა მოიარა და ამბობს რომ ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოს ეს მარშრუტი როგორც გითხარით, შემდეგ დინარე ფაზისის პირაღმა აყოლებით ავიდა სუსანიაში, გადავიდა ოსეთში, აფხაზეთ და ასე შემდეგ და აი ეს ვერსია როგორ შეიძლება განვიხილოთ, რომ ცნობილია მდინარე ფაზისი, რომელიც მოედინება ქართლიდან. ქართლიდან არ მოედინება იმჟამად და სვანეთში როგორ შეიძლება დაასრულიყო. იმჟამად აი ეს რეგიონი ეკუთვნოდა სვანეთს მე-16 საუკუნიდან, აი რაჭა-საიდანაც მდინარე რიონი მოდის, სვანეთად არის, სვანეთი იყო და მოაქციაო კოლხები, იბერები, სუსები, ფუსტები, აი ამ ადგილის მაცხოვრებლებს აი ესეა ჩამონათვალი და თუ რაჭაში ავიდა სვანეთი ხომოშორებით არის თანამედროვე გეოგრაფიით და თანამედროვე დანაწილებით, მაგრამ სწორედ მთის რაჭა ითვლებოდა სვანეთად, როგორც გითხარით მე-18 საუკუნემდე. მთის რაჭაში დღეს 3 სოფელი არის, ღები, გლოლა, ჭიორა, ეს სოფლები და ცნობილი მეცნიერი სერგი მაკალათია რაჭას 3 ნაწილად გაყოფს, ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და მთის რაჭა. ეს მთის რაჭა სვანეთს ეკუთვნოდა, საიდანაც მდინარე რიონი მოედინება და თუ აქამდე ავიდა წმინდა
მოციქული ანდრია პირველწოდებული სვანეთში აღმოჩენილა. ხო, ახლა ბარემ ამასაც გეტყვით აქედან ანდრია გადადისო ოსეთშიო, აქ დატოვებს მატათა მოციქულს, ხოლო სვიმონ კანალერს წაიყოლებს და ფოსტაფორში მრავალი სასაული აღასრულაო. უშუალოდ ემეზობლება თანამედროვე ოსეთს, ანუ ეს რეგიონი როგორც არის უწყებული და შემდეგ აფხაზეთშიო. არის ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ ანდრია ხალხური გადმოცემა, რომ ანდრია პირველწოდებულმაო კახეთი და ხევიც მოაქციაო. თითქოს ახლა ხო აქედან ამ რეგიონიდან კახეთსა და ხევში როგორ შეიძლება, მაგრამ ანდრია როცა მოგზაურობს მოციქულები რომ მიდიან ლოკალურად ერთ ადგილას არჩევდებიან, ისინი ხადაგებენ. და საინტერესო რა არის, რომ კოდორის აფხაზეთიდან, კოდორიდან მთის გადავლით სვანეთი, ლეჩხუმის-მთიანეთი, რაჭის-მთიანეთი, დვალეთი, რომელიც დღეს საქართველოს აღარ ეკუთვნის, უშუალოდ უმოკლეს გზა გადადიოდა ხევში. ამას გზა დვალეთისა, გზა გარესა ეწოდებოდა. თუ ანდრია პირველწოდებული სვანეთში იმყოფებოდა, თუ ანდრია პირველწოდებული ოსეთში იმყოფებოდა, რომელიც აი დვალეთის ტერიტორია არის, უმოკლესი გზა არის ხელმანთო. აუცილებლად სარწმუნო არ არის, ეს მე მგონი უკვე ის არ აქვს დამაჯერებელი და ხევში იც რომ ეხადაგა წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს. ამის შემდეგ ანდრია თავის მოციქულს მატათას აჭარაში რჩება, სვიმონ კანანელი კი აფხაზეთში არს უწყებულია, რომ მან აფხაზეთი გააქრისტიანა, აქ ქალაქი სოხუმზია უწყებული, რომ აქ დარჩა და მის მეზობლად სვიმონ კანანელი, შემდეგ იგი მიემართება ჩრდილოეთისაკენ და არის უწყება, რომ მდინარე დრეპნის აყოლებით მიდის და როგორც ტრადიცია გვაუწყებს საეკლესიო ტრადიცია, მან მთებიდან დალოცა კიევის რუსეთი და კიევის რუსეთის მომაქცევლადაც არის მიჩნეული. რაც შეეხება მის სამჯერ მოგზაურობას საქართველოში, მამა გიორგი, რატომ გახდა აუცილებელი რომ სამჯერ მოგზაურა, ვთქვათ და აი ამ პერიოდში ვთქვათ რა განვითარებები მოხდა ამ ყველაფერს, როგორი იყო ის მოქცევის პერიოდი, როგორც აღნიშნეთ, პერიოდში წარმართობას ჰქონდა ადგილი ხო ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ რთული პერიოდი არის იმისათვის, რომ ღვთისმსიტყვა იქადაგო. როგორი იყო და გადმოცემის მიხედვით რა სწავლება გვაქვს? გადმოცემის მიხედვით და ამ რაც წერილობით წყაროებიც არის, ესეთი აი მოციქული რომ მიდის ერთ ადგილას, ამითი ის აღარანებს უკვე მისი მოქცეული ეს ტერიტორია და მას რადგანაც გითხარით რომ 4 სამისიონერო მოღვაწეობა მოუწია მას ხო და რადგანაც მას უწევს მიმოსვლა, იგი თავს ვალდებულად რაც ხდა. ეს ასე იქნებოდა რომ ალბათ საქართველოსიც რომ შემოსულიყო ხომ და ამის გამო იქნებოდა. თან ამავე დროს აღსანიშნავია რომ იმჟამიდელი მეფე გაიგებს ადერკი რომ სამხრეთ საქართველო გაქრისტიანდა, მან დაიწყო და შემოსრაო ქრისტიანებიო დასაჯა გაანადგურა, რაც კი რამე საშუალება ჰქონდა მას რომ კვლავ თავისი ძველი წარმართული სარწმუნოება დაემკვიდრებინა ამ რეგიონში. აღსანიშნავია ეს გარემოებაც, რომ აი წმინდა ანდრია პირველწოდებული უწყებულია, რომ მარტო აწყურში იყო და მარტო დასავლეთ საქართველოში არა, პირდაპირ არის ესე წმინდა ევთიმი მთაწმინდელი გვაუწყებს, რომ იბერიაში მოგზაურა ანდრია პირველწოდებულმა. როგორ შეიძლება ეს გავიგოთ, რომ იბერიაც გააქრისტიანა? ალბათ კარგად არის ცნობილი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, აი მცხეთის ტერიტორიაზე, ასევე ქსნის ხეობაში აღმოჩენილი არის პირველ ქრისტიანთა საფლავები. ასევე პირველ ქრისტიანული სამლოცველო არის აღმოჩენილი და ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, აი ეს არის დაახლოებით პირველი საუკუნის ბოლო მეორეს დასაწყისი, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ნამდვილად იყო ქრისტიანობა გავრცელებული, იმიტომ რომ დავიწყოთ ნებავთ მიცვალებულის დაკრძალვის წესი განსხვავებულია ქრისტიანებისა, წარმართულ ხანაში განსხვავებული იყო და ეს სწორედ ამის მიმანიშნებელია, რომ ნამდვილად მოციქულს უმოღვაწია ამ მხარეში და ამ რეგიონში. აი ეს იყო თქვენი კითხვის პასუხად ეს შეიძლება და გეთქვას. მამა გიორგი. ხო, აი რაც შეეხება ანდრია პირველწოდებულის გარდაცვალების ადგილს, ამის ესეც ძალიან საინტერესოა. უნდა აღინიშნოს, რომ ანდრია და მისი ორი მხლებელი სვიმონ კანარელი და მატათა მოციქული ედესაში იმყოფებიან და ედესიდან რომ მოდიან საქართველოში, აი შემდეგ ედესა ეტყობა რომ ქრისტიანობის კერა არის და იყო ერთი ესეთი ქალაქი პეტრა საბერძნეთში არის და მქონდა
ამ ქალაქის თავი იყო ესეთი წარმართი კაცი ეგაეტი და რომელმაც არ მიიღო ანდრიას ქადაგება და სასტიკად უნდა რომ გაუსწორდეს და მოაკვდინოს ანდრია და ბრძანა რომ ჯვარზე უნდა ევნოს მოციქული. ანდრია სიხარულით მიდის თვითონვე ადის ჯვარზე და შემდეგ დაინახა მისი ესეთი განწყობა მან არა ჯვარზე მილურს, არამედ ჯვარზე დაკიდება ბრძანა და ესე დაკიდებული 2 დღე ქადაგებს და საშინელი ტანჯვა დაითმინა ბუნებრივია ქადაგებს ჯვრიდან და შემდეგ აი აქაური მოსახლეობა პეტრა ქალაქ პეტრას მოსახლეობა შეძრწუნდა ამ სანახაობით და სთხოვს ქალაქის მმართველს რომ გარდამოხსნან ჯვრიდან ჩამოიყვანონ და მან გასაბზანება რომ ჩამოვიდეს ჯვრიდან ანდრია, მაგრამ იგი არ ჩამოდის და ევედრება უფალს რომ მისი თანაზიარი, თანამონაწილე მოწმე გახდეს, როგორც მაცხოვარი ჯვარზე ევნო და ვერ ჩამოხსნეს ჯვრიდან და ჯვარზე აღესრულა წმინდა მოციქული და უნდა აღინიშნოს ის რომ ანდრია დაასაფლავეს აი აქ და შემდეგ ისე მოხდა რომ იგი და მისი ცხედარი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს ეს იყო კონსტანტინე დიდის ვაჟის დროს 457 წელს მაგრამ ერთა შემოსევების შემდეგ მისი თავის ქალა გადააბრძანეს რომში ხოლო ბოლოს აი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა ისე რომ კვლავ ქალაქ პეტრაში გადმოაბრძანეს მისი თავის ქალა და იმ ჯვართან სადაც იყო მისი წამების ადგილი ამ ეკლესიაში არის დაბრძანებული ასე უნდა აღინიშნოს რომ მისი წმინდა ნაწილები საქართველოში არის შემობრძანებული და სხვადასხვა ქვეყანაში და ამ დიდი მოციქულის მადლით და მეოხებით მოკლედ უნდა ვიხაროთ, ვიამყოთ, საღვთო სიხარულში უნდა ვიყოთ და საოცარი ტროპარი არის, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ანდრია მოციქულის მოღვაწეობას უკავშირდება და ამგვარად არის, რომ ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქციუნა წარმართნი თაყვანისაცემად მამისა, ძისა და სულისა წმინდისა. ამინ. და ვადიდოთ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომლის წილღთომილნიც ვართ. დიახ, მამა გიორგი, აი ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით 3-4 წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბრო დრო. აუცილებლად მინდა გკითხოთ დღევანდელი ჩვენი აღქმა, როგორ გვესმის დღევანდელ საზოგადოებას, ვინ იყო წმინდა ანდრია პირველწოდებული, რას ნიშნავს ჩვენთვის, რომ იქ ადარდა მას საქართველოს შემობრძანებულიყო. წელიწადში ორჯერ აღნიშნავთ საქართველოს ვახტანგდებელი სამოციქულო ეკლესია დღევანდელ დღეს და ასევე აღსრულებას 13 დეკემბერს. რამდენად მნიშვნელოვანი წმინდანია ეს საქართველოსთვის, რომ ვუთხრათ მაყურებელს და შევახსენოთ კიდევ ერთხელ ბუნებრივია მოგისმენთ ჩვენ სიამოვნებით. უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სამოციქულო ეკლესიის სახელით არის ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ აი საქართველოს სამოციქულო კათოლიკე ასე არის, კათოლიკე საყოველთაოს ნიშნავს. მოგვიანებით, როდესაც უკვე მოციქულები აღარ მოღვაწეობდნენ, აღარ იყვნენ და გასული იყვნენ ამ სოფლიდან, რომელიც და მით უფრო რაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების განყოფა მოხდა, ამის შემდეგ დაფუძნებულ ეკლესიებს თქვათ ეწოდება მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოში ესეთი სახელდებით არ იყო ადრიდან, იმიტომ რომ სამოციქულო მნიშვნელობა ჰქონდა. ამას უაღმატებულოსად მაცხოვრის მხილველი, მაცხოვრის მოწაფე, მაცხოვრის მიერ წარმოგზავნილი მოციქული საქართველოში შემოდის ეს ჩვენთვის ალბათ ძალიან ესეთი აი ცრემლებამდე შეიძლება ადამიანი მივიდეს და სამწუხაროა რომ დღეს ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა თითქოს მივიწყებასაა მიცემული მადლობა ღმერთს რომ ყველა ესე არ არის ამ განწყობით მაგრამ თითქოს მივიწყებასაა და არ უნდა დავივიწყოთ იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილღთომილია ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით მობრძანდება წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში მოაქცევს ქვეყანას და ალბათ უნდა სუმცირე ეს განცდა მაინც უნდა გქონდეს რომ რაოდენ დიდი მადლიანი მიწაა ჩვენი ქვეყანა რაოდენ დიდი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა პირველ საუკუნეში რომ შემოვიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მოინათლა გაქრისტიანდა ჩვენი სამშობლო და ეს სიწმინდეები უნდა ალბათ რუდუნებით უნდა შევინახოთ. მამა გიორგი, 2 წუთი დაგვრჩა და თუ მოვასწრებთ ამ 2 წუთის განმავლობაში მოკლედ რომ ავხსნათ როგორი იყო ეკლესიის მდგომარეობა თქვენ მოციქულები ახსენეთ და უნდა შევხედოთ ამ საკითხსაც აუცილებლად. ეკლესიის მდგომარეობა მოციქულების მოციქულებრივი ცხოვრებიდან გამომდინარე როგორი იყო და არის დღეს ეკლესიის მდგომარეობა ამ კუთხით. მადლობა ღმერთს დღეს
არის ჩვენი უწმინდესი პატრიარქის გულწრფელად გეტყვით ამ მისი დიდი ძალისხმევით, თუმცა კი გახსოვთ რომ 20-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკლესია ყოფნა არ ყოფნის პირას იყო ხშირად დიდი ტკივილით იხსენებს ჩვენი პატრიარქი რომ რამოდენიმე მღვდელი იყო საქართველოში დარჩენილი, რამოდენიმე მღვდელმთავარი, რომელთაც უფლებაც კი არ ჰქონდათ თავიანთ ეპარქიაში რომ ეკადაგა წასულიყვნენ და მსახურება აღესრულებინათ თბილისის რომელიმე ეკლესიებზე იყვნენ მიმაგრებულები და თუ ექნებოდა საშუალება რომ ჩაეტარებინათ მსახურებამ, აი ეს იყო მადლიერები იყვნენ და დღეს მადლობა ღმერთს რომ ესეთი მდგომარეობა არ არის, მადლობა ღმერთს რომ უკეთესობისკენ არის და ჩვენი პატრიარქის ამას კი ასე ნამდვილად გულწრფელად ვიტყვი რომ ჩვენი პატრიარქის დიდი რუდუნებით რომ ეკლესია დაიბრუნა თავისი მდგომარეობა და ჩვენი უპირატესი მოვალეობა რომ ეს დიდი ღვაწლი, ეს დიდი გზა რომელიც აქამდე მოვსულართ რომ არ დავყარგოთ ეს გზა და წინაპართან აკვალევი გავაგრძელოთ და ვიაროთ ამ ამყოფეულ გზას. კიდევ ახლა გილოცავთ დღევანდელ დღეს მამა გიორგი ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობთ. გაგახაროთ ღმერთმა, მეც მოგილოცავთ, მიულოცავთ თქვენს ერთგულ მსმენელს და მაყურებელს და სულიად საქართველოს ჩვენ სამშობლოს. ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი ერთად აღვევინოთ უბისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით შემდგომ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო
ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Amen.
თბილისის სასულიერო სემინარიის გუნდი არასრული შემადგენლობით ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით დილამშვიდობის მადლობას მოგესალმებით. მინდა მთელს საქართველოს ყველა ქართველს მიულოცო თბილისის სასულიერო სემინარიის გალობელთა გუნდის სახელით დღევანდელი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული და განსაკუთრებით მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის პატრიარქობას და რომლის მოღვაწეობას ეს არის სამოციქულო, მოციქულებრივი მოღვაწეობა და მე მინდა მას დიდი მადლობა უთხრა ყველა ქართველის და ჩვენი გუნდის სახელით. და მინდა ყოვლადწმინდა სამებას და დედა ღვთისას და წმინდა ადრია პირველწოდებულს ვთხოვო მისი ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, დიდხანს ყვავდეს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი და ჩვენც გერთდებით რა თქმა უნდა ამ სურვილში და გილოცავთ დღევანდელ დღეს. რაც შეეხება შემდგომ საგალობელს თუ რა შეგვისურვებთ? ჩვენ ახლა შევასრულებთ გელათის სამგალობლო სკოლის წმინდა ადრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ ტროპარს. გისმენთ. თბილისის სასულიერო სემინარიის გუნდი არასრული შემადგენლობით ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით იყო დღეს წინაში. მცირე ვიდეო როლის შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად კვლავ სტუდიაში.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, გეტყვით, რომ გუშინ 11 მაისს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ყველას გილოცავთ 12 მაისს ღვთისმშობლის წილხდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს. ტრადიციისამებრ წელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა კურთხევით წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათამოძიქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში. 12 მაისს დიდაჭარაში, ხულოში, წირვაზე იმავე დღეს საღამოს კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში. 13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ ბორჯომ ბაკურიანის ეპარქიაში. 14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში. 15 მაისს დილით ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში. 16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს ჩატარდება წირვა სვეტიცხოვლში, 13 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრისაკენ. ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს პატივი მიაგოს უფალს წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ ამ მსვლელობას. ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ. 12 მაისს ღვთისმშობლის წილხდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსახდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10 საათზე. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, გრძელდება შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი და მომძღვართან ერთად ვისაუბრებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობის შესახებ და მისი მნიშვნელობის შესახებ, რა თქმა უნდა. დილამშვიდობის მამა ლუკა, დაგლოცეთ. დილამშვიდობისა მოგესალმებით, ხმასთან დაგლოცოთ და გილოცავთ და თელ საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ. მამა ლუკა, როგორც აღნიშნეთ, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობის შესახებ და რა თქმა უნდა პირველი კითხვა სწორედ ეს არის თუ რას ნიშნავს ეს ქართველი ერისათვის დიდ ბედნიერებასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის ბუნებრივია თავისთავად ეს ყოველივე თუ კი კარგად გავიაზრებთ თუ რას ნიშნავს ეს. კი, დღევანდელი დღე არის როგორც საეკლესიო ისე საერო დღესასწაული. ეკლესია გვახსენებს ისტორიას, იმიტომ რომ საქართველოში არის, მე ამას ბავშვობიდან ვგრძნობ და ალბათ მრავალი ვგრძნობთ. დიდი მადლია დამკვიდრებული საქართველოში, მცხეთაში, საქართველოს ფარგლებში. და ამ მადლის დამკვიდრებას თავისი ისტორია აქვს და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და ეკლესია ამით გვახსენებს, რომ ეს მოხდა, ჩვენს დაბადებამდე მოხდა და ეს მადლი დამკვიდრდა. ასეთი განწყობაც კი მქონდა, რომ როგორი მადლი ტრიალებს, მაგრამ ეს არ არის ადამიანებზე დამოკიდებული. იქნება ადამიანები ქმნიან მეთქი ამ სიხარულს ბავშვობაში რომ იხაროდა, მაგრამ არა, ხანდახან შეიძლება ეკამათათ, ეჩხუბათ, მაგრამ მადლი იყო ყოველთვის. და ეს მადლის დამკვიდრების ისტორია, ეს რომელსაც ეკლესია ინახავს და ჩვენი ერის ისტორია ინახავს. მაგრამ დღეს არის ასევე ეროვნული დღესასწაული. მადლობა ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს, რომ ეს საეკლესიო დღესასწაულად დააწესა რამდენიმე წლის წინ და მადლობა ჩვენს მთავრობას, რომელმაც ეს ეროვნულ დღესასწაულად აქცია. ესე იგი, ერისთვის ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებული. მე ახლა მახსენდება დიდი ფსიქოლოგის შოთა ნადირაშვილის ესეთი ინტერვიუ იყო ერთი და ის ამბობს, რომ ყველანაირ ფსიქოლოგიურ პრობლემასო ადამიანშიო იწყებსო, როდესაც ადამიანს არ აქვს ღირებულებები. თუ ადამიანს არ აქვს ღირებულებები, მას არ აქვს მიზნები. და თუ ადამიანს მიზანი არ აქვს, მას ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები.
და ესე გრძელდება და ძალიან მძიმე შედეგები არის ხოლმე. მაგრამ ჩვენი ღირებულება უნდა გქონდეს. ისე არ არის, რომ ადამიანი უმიზნოდ იცხოვროს, შეიძლება არასწორი მიზანი დაისახოს მიზნად და ასე შემდგომ. მაგრამ როგორც მთელი ერი ახლა აღნიშნავთ ამ დღესასწაულს, რომ გავიხსენოთ რა არის ჩვენი ღირებულება. როგორ იყო ის, რომ 100,000 მოწამე წირავდა თავს, ან წმინდანები როგორ იღწვოდნენ და როგორ შრომობდნენ და თავსაც კი წირავდნენ. სიცოცხლეზე მეტად რო უყვარდათ. რა ღირებულებების მატარებლები იყვნენ ის. და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ეს ისტორიები, როგორ შემოვიდა მადლი ღვთისა, როგორ დამკვიდრდა საქართველოში, ჩემ დაბადებამდე, ჩვენი თაობის დაბადებამდე და ეს მადლი დღეს არის და რანაირად უნდა ვიცხოვრო, რანაირი ღირებულებები უნდა მქონდეს, რისთვის რა მიზანი უნდა დავისახო. დღეს მაგალითად, როდესაც იბადება საქართველოში ადამიანი, მას გამზადებული უნდა ხვდებოდეს, რატომ დაიბადა, რატომ უნდა იცხოვროს დროებით და როგორ უნდა გავიდეს მერე და რატომ უნდა გავიდეს ამ ქვეყნიდან და საერთოდ რა ხდება, როდესაც ის იბადება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მრავალი ჭირი გამოვიარეთ. ოქროს ხანაც დავკარგეთ, მაგრამ ეს ოქროს ხანა დავკარგეთ, იმიტომ რომ ღმერთი დავივიწყეთ. მე ამ პრობლემები მოიტანა, მაგრამ ეხლა შეიძლება ჩვენი უღმერთობა მძიმე ათეისტურ პერიოდს და ასე შემდგომ შემოსევებს დავაბრალოთ. არა და ჩვენი დასუსტება დაწყებულია უღმერთობით. ვინც არ უნდა იყო, როგორიც არ უნდა იყო, შენ თუ გახდები დიდი ნამდვილი ღირებულებების მატარებელი, შენ მომენტალურად ფსიქოლოგიური პრობლემები კი არა, აღფრთოვანებული გახდები. იმიტომ რომ შენ იცი რისთვის ცხოვრობ, შენ იცი საით მიდიხარ. დიდი ილია ხო ამბობს, რომ ერის გადაშენება იწყება მაშინ, როდესაც ის თავის ისტორიას ივიწყებს. და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ისტორიას. დღეს ვიმეორებთ ამ ისტორიას, დაიძრა სიწმინდე იმ ისტორიული გზა არის აღდგენილი, რა თქმა უნდა, იერუსალიმიდან დაიწყო მოგზაურობა ანდრია პირველწოდებულმა, მაგრამ საქართველოში შემოსვლა საიდან დაიწყო, ეს გზები აღდგენილია და ისტორია მართლაც აღმაფრთოვანებელია, იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩანს, რომ არ იდევნებოდა საქართველოში მაშინ, არამედ პირიქით, სოფელ დიდაჭარაში, სოფელ აწყურში, აწყური იმდროინდელი ცენტრი იყო, ასე ვთქვათ, სამხრეთ საქართველოსი, მოხდა ტაძართა მშენებლობა, მიიღეს ქრისტე, მიიღეს ღვთისმშობელი, მიიღეს ანდრია პირველწოდებული, მან მთელი საქართველო მოიარა და ყველა კუთხეში თითქმის არის რაღაცა შემორჩენილი ცნობა, რომ ანდრიამ ჯვარი აღმართა, რომ მაგალითად კერპი დაამხო და მის ადგილას ტაძარი დააარსა და ეს. დიახ, მამა ლუკა, საინტერესოა, როგორ ყალიბდება ის ახლა რაზეც საუბრობდით, ეს ფასეულობები, ღირებულებები, მიზნები ადამიანის ცხოვრებაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ არის საჭირო ტაძარში სიარული, მოძღვართან ურთიერთობა, სულიერი მოძღვრის ყოლა, არ არის ეს საკმარისი და საჭირო თითქოს, რომ ეს ფასეულობები და ღირებულებები ჰქონდეს და გააჩნდეს ადამიანს. როგორაა სინამდვილეში უფლის გარეშე, სულიერი მოძღვრის გარეშე რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს აზროვნება ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, ადამიანს. ვის რა ღირებულებაც აქვს, იმნაირად აზროვნებს, იმნაირად მოქმედებს, იმნაირად ცხოვრობს. მაგალითად, ილია ჭავჭავაძემ ჩვენ უკვდავი ღირებულებები მოგცა, მამული ენა სარწმუნოება. თუ ეს გაქვს, ხარ ძლიერი, თუ ეს არა ხარ, მაშინ ხარ სუსტი. მე მინდა გავიხსენო 11 წლის წინადელი კვირის პალიტრის გამოკითხვა, სადაც გამოკითხული იქნა და ღირებულები 10 ღირებულება დასახელებული და პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გავიდა ჯანმრთელობა, მეორე ადგილზე ფული და მესამე ადგილზე კარიერული წინსვლა. და წარმოიდგინეთ, ესე იგი, მამული ენა და სარწმუნოების ნაცვლად, თუ ჩვენ გვექნება ჯანმრთელობა, ფული და კარიერა, ჩვენ ვიქნებით წარმართები და ვართ წარმართები და თუ მე წარმართულად ვაზროვნებ, მე შეიძლება სასულიერო პირი ვიყო, მაგრამ ვიაზროვნო წარმართულად. წარმართობა ეს არის ძალიან ჩაბუდებული, ძალიან ღრმად, სადაც ადამიანმა უნდა მიაგნოს იმ უნიკალური ნიჭის წყალობით, რომელსაც ღმერთი აძლევს და ეს ნიჭი არის განკითხვის უნარი. ეშმა კი ვერაფერს ვერ გამოგაპარებს შენს თავში
თუ შენ ამ ნიჭს შენთვის გამოიყენებ და შენი საკეთილღოდ გამოიყენებ და წარმოიდგინეთ, ესე იგი, თუ ადამიანი წარმართია, წარმართი რას ნიშნავს? ესე იგი, ღმერთისკენ კი არ მიდის, პირიქით, უკუღმა მიდის. უკუღმართი, წარმართი და წარმოვიდგინოთ, რომ თუ ჩემთვის მთავარი ჯანმრთელობაა, ფული თუ არის მთავარი და ესე იგი კარიერული წინსვლა, მე წარმართი ვარ. მე ღმერთის მიმართ ზურგიდვად შექცეული და ეს ტექსტები, რომ ეს რა საჭიროა, ის რა საჭიროა, ცეცხლი მართლა გადმოდის 100,000 იყო ის მოწამე თუ ნაკლები თუ მეტი, ეს კითხვები უჩნდება წარმართ ადამიანს, მაგრამ თუ შენ ღმერთისკენ მიდიხარ, მე მახსოვს ერთ-ერთი მღვდელმთავრის ნათქვამი, საქართველოში იმდენი სიწმინდეა, რომ შენ გეყოფა, რომ შენ მოექცეო. მოექცე რას ნიშნავს, რომ ღმერთისკენ მოტრიალდე და გამდიდრდე. ეხლა თუ მზის მიმართ ზურგით შეტრიალდები, შენ ვერასდროს ვერ იქნები, ასე ვთქვათ, ნათელში. შენ და მოტრიალდე სინათლის წყაროსკენ და რომ მოტრიალდები, სულ სხვანაირი ხდები მერე შენც და შენი ცხოვრებაც. ამიტომ ძალიან, ესე იგი, დღეს ზუსტად რო ის დრო დაგვიდგა ჩვენ ღვთისმადლით, როდესაც უნდა გავარჩიოთ სიკეთე და არასიკეთე ერთმანეთისაგან. და ჩვენთვის რაც საჭიროა ისე ვიაზრონოთ არა წარმართულად, არამედ ქრისტიანულად. ჩვენ თავზე მეტად შევიყვაროთ ღმერთი, სამშობლო, ჩვენი კულტურა, ჩვენი ყოველდღიური შეხება ადამიანებთან, მიუხედავად ეროვნებებისა და მიუხედავად მათი კულტურული წარმომავლობებისა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უბრალოდ არა მარტო ადამიანები, როგორც მამამთავარ აბრაამს უყვარდა, ის ადამიანს რო ხვდებოდა, მას თაყვანს სცემდა, ანუ ჩვენი გაგებით ქეთს უხრიდა და ეპატიჟებოდა თავისთან სახლში უდაბნოდან მომავალ დაღლილ ადამიანს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. და არა მარტო, ესე იგი, ადამიანები უნდა შევიყვაროთ ჩვენ ქრისტიანებმა, არამედ ჩიტებიც უნდა შევიყვარო. ქართველს ესეთი გამოთქმა ჰქონდა, რომ ისეთი ადამიანიაო, ჭიანჭველას ფეხს არ ადგამსო. ჭიანჭველაც უნდა შეიყვარო. ახლა ჭიანჭველას რომ მოკლა, არავინ არ დაგიჭერს ამის გამო და არც არავინ არაფერს არ გეტყვის. მაგრამ რატომ უნდა მოკლა ის? ის ხო უნიკალური ის არის არსება, რომელიც დადის, შრომობს და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ შენთვის აიწყებ წარმართულ აზროვნებას, მაშინ იკეტები იმაში, რა ქვია. არასწორ ცხოვრების წესებში. კითხვები ასევე მასთან დაკავშირებით ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში. ნამდვილად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრი არის ჩვენი ქვეყანა თუ არა, როგორ უნდა შევიგრძნოთ ეს და მოდით შევახსენოთ, თქვათ, თუ რა წყაროები არსებობს დასტურად იმისა, რომ საქართველო ნამდვილად ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამის გადმოცემა ისტორიაში არის. ჩვენ ესეც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დანგრეულიერი დღეს. ჩვენ ბევრი ისტორიები დავკარგეთ. მაგალითად, ჩვენ არ ვიცოდით გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი და როგორც მახსოვს 1920 წელს ნიკომარმა აღმოაჩინა და გავიგეთ გრიგოლ ხანძთელზე და არა მარტო გრიგოლ ხანძთელზე, მის მოწაფეებზე. ანუ დიდი ისტორიები გავიგეთ და ძალიან ბევრი ჩვენ დაკარგული გვაქვს. როდესაც ხდებოდა ხოლმე შემოსევები, რის გადამალვასაც ვერ მოვასწრებდით, იმას ცეცხლს უკიდებდნენ, დინარეებში ყრიდნენ, ანადგურებდნენ და უამრავი ჩვენი ისტორიები არის დაკარგული. ანუ ჩვენ ეს 800 წლიანი უბედური პერიოდი, უბედურება რო გვაქვს, ჩვენ ბევრი ისტორიები დავკარგეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მამულიშვილებმა გადაარჩინეს, თქვათ, მოქცევა ქართლისა, ქართლის ცხოვრება ისტორიული და მერე ზეპირი გადმოცემები. ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებობს, ესე იგი, ცნობა იმის შესახებ, როგორ შეხვდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო როგორ გახდა. უპირველესად მცხეთელმა ჰურიებმა, მცხეთელმა ებრაელებმა შემოაბრძანეს საოცარი, ყველაზე დიდი სიწმინდე მაცხოვრის კვართი, რომელიც იყო ზეგარდამოქსოვილი, ანუ საოცარი, რომ მთელი ცხოვრება ეცვა და მასთან ერთად იზრდებოდა. ამაზე დიდი სიწმინდე უბრალოდ არ არსებობს. და ეს სიწმინდე მობრძანდა საქართველოში და დაბრძანებულია საქართველოში. და ახლა მცხეთაში, როდესაც მიხვალ, შენ უნდა იგრძნო ეს მადლი. თუ ადამიანი მადლს ვერ გრძნობს, ეს ცალკე პრობლემაა და ცალკე ფსიქოლოგიური პრობლემაა.
მაგრამ მადლი უნდა იგრძნო, რომელიც სიმშვიდის, სიხარულის, აღფრთოვანების სახით გადმოდის და რაღაცა სულიერ წონასწორობას მოგაპოვებიებს, მაგრამ შენ უნდა გამოიკვლიო რა მოხდა, როგორ მოხდა და ღვთისმშობლისთვის რა თქმა უნდა დიდად სასურველი იქნებოდა, რომ მისი შვილის კვართი, მისი შვილო ჩემო და ღმერთო ჩემო, წარმოიდგინეთ ღვთისმშობლის სიყვარული ჩვენი მაცხოვრის მიმართ და აი როდესაც შემოუბრძანდა საქართველოში ეს კვართი, რა თქმა უნდა ღვთისმშობლისთვისაც ეს იქნებოდა აღმაფრთოვანებელი, რომ აი მიახლებოდა აი ამ დიდ სიწმინდეს. და ნუ როგორც ვიცით, მოციქულებმა კენჭი ყარეს და ღვთისმშობელმაც ისურვა იქ მონაწილეობა და მას წილად ხვდა ივერია. და ის აპირებდა კიდეც აი ესე იგი სულთმოფენობის შემდგომ მალევე რომ გამოგზავრებულიყო საქართველოსკენ. იმიტომ არა მარტო ერის მოსაქცევად, არამედ კვართთან ახლოს უნდოდა რომ ეცხოვრა და ეს ბუნებრივია. წმინდა ნინოც ამან ჩამოიყვანა საქართველოში და აი წარმოვიდგინოთ რომ აი ეს მოხდა რეალობაში, მაგრამ სრულ ცნობას მოქცევა ქართლისა გვინახავს. რომ მე მაცხოვარმა უთხრა რომ არ გაშორებოდა იერუსალიმს, ამ ერზე ექნებოდა მაცხოვარს ყოველთვის ზრუნვა და ყოველთვის მადლის ქვეშ იქნებოდა ეს ერი. და აი ამის შემდგომ მოხდა რომ ღვთისმშობელი დარჩა იერუსალიმში, მაგრამ ესე იგი ეს ცნობა გვაქვს. ამ ცნობას ინახავდა ყველა ერი, ყველა მართლმადიდებლური აღმოსავლური, ესე იგი ეკლესია, რომელსაც ესე იგი ეკლესია ამ სათნო გადმოცემებს, კეთილ გადმოცემებს, სანდო გადმოცემებს ინახავდა და რა თქმა უნდა ეს ცნობები ათონზეც იყო, ეს და რა თქმა უნდა მე წმინდანებისგან არის ეს მოცემული მათ შორის აი ათონის მთაზე წმინდა სტეფანე ზუსტად სახელს ვერ ვიხსენებ, ვისი შენახულიც არის ეს ცნობები და გადმოცემული ჩვენამდე. ან კიდე წმინდანმა დიმიტრი როსტოველმა, რომელმაც წმინდათა ცხოვრება შეკრიბა და ჩამოაყალიბა და წმინდა ნინოს შესახებ როცა მსჯელობს, იქ ამბობს, რომ ივერია ეს არის ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი ქვეყანა. და არსენი ყალთოელი და ქართველი წმინდანები ამას გადმოგცემენ ჩვენ, მაგრამ შენ თვითონ უნდა იგრძნო რომ რაღაცა დიდ სიწმინდეში ხარ გახვეული და თუ შენ აი ამას იგრძნობ, უნდა მიყვე ამას და უნდა ირწმუნო ეს. მაგრამ უნდა ირწმუნო და ამავდროულად ის პასუხისმგებლობა, რასაც გატვირთებს, ასე ვთქვათ, ხო და იტვირთავ ამ ყველაფრით, ეს უნდა შეინარჩუნო კიდევაც და მომავალ თაობებს უნდა გადასცე სწორი სწავლებები თავისთავად, ხო და ეს ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ საუბრობთ მამა ლუკა და რომ ვთქვათ, ასევე ისიც საინტერესო არის და ალბათ აუცილებელი ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ რასთან შეიძლება მიგვიყვანოს საკითხმა, თუ ეს ჩვენთვის მხოლოდ ისტორიული ფაქტი იქნება და არა ის თუ რამხელა სიწმინდეა და რამხელა წყალობა არის უფლისა და ღვთისმშობლის მხრიდან ჩვენი ქვეყნის წილხვდომილობა მისი. კი, ადამიანმა სიწმინდეში უნდა იცხოვროს. ჯერ ერთი არჩევანი უნდა გააკეთოს ღმერთსა და ეშმაკს შორის. არჩევანი სულ ორია, ან ერთი, ან მეორე. ან თბილი უნდა იყო, ან ცივიო, ნელთბილი ნუ იქნებითო და ეს უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა ეს საკითხი. თვითონ რაც არ უნდა დაემალოს ადამიანის სინდის, რაც არ უნდა დაიმალოს ცხოვრებაში, რაც არ უნდა ესე იგი გადაერთოს სიამოვნებებისაკენ და რაც არ უნდა ესე იგი წარმართულად იცხოვროს, როგორც ბატონი გურამ დოჩანაშვილი ამბობს, ძილის წინ მაინც აქვს 10 წამი ისეთი, როდესაც ხვდება, რომ სწორად ცხოვრობს თუ არასწორად ცხოვრობს. ყველა ხვდება აი ამ სისწორეს, მაგრამ ნუ როგორც ერთი კამათის დროს ასეთი აზრი წარმოიშვა, თუ ღმერთი არ არსებობსო, ათეისტებს მიმართავდნენ, მაშინ რას ებრძვითო? თუ არ არსებობს, იმას არც ებრძვიან, მაგრამ თუ ადამიანს ღმერთის მიმართ აქვს რაღაცა ცუდი განწყობა, ეს მისი პრობლემაა და მან აუცილებლად უნდა მოიძიოს ღმერთის სიკეთე, სიხარული და მშვიდობა. იმიტომ რომ ჩვენი ერი ამისთვის თავსაც წირავდა, ჩვენი წინაპარი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას პატაშვილი.
გეტყვით რომ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 10 საათზე ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში დაიწყება სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლირება მახათასზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან. სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. პირდაპირი ტრანსლირებისთვის მადლობას ვუხდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღეისათვის სულ ეს იყო გემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. გეგნებს წერძე და სოფიო გუჭავა უწყობოდით დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ანდრია ფლოცოდებულის ხსენების დღეს და ასევე ღვთისმშობლისადმი საქართველოს ჯგუფთომილობის დღეს დროებით.